ვნების კვირის ორშაბათს მაცხოვრის სიცოცხლის მომცემ ვნებაზე და სწავლა სიმდაბლისა და მოთმინების შესახებ. ძმანო და მამანო, ეს დღე წმინდა და თაყვანსაცემია, რადგან უფალი ჩვენს გამო ამ დროიდან ჯვრის მიერ ვნების მიღებას ეწაფება. დავით წინასწარმეტყველის თანახმად. რა დაღიძრნეს წარმართი და ერმანიც რახა ცუდი, შეითქმნეს მეფენი ქვეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მესისათვის, რადგან ერთად შეიკრიბნენ და მეუფისათვის ბოროტება განიძრახეს. ძაკვარი მოწაფე იუდა კეთილ მოძღვარს უარყოფს, ცრუ ამბორით გაასცემს, ყველას უფალი შეკრული მიჰყავთ, ცრუ სამსჯავროში წარსდგება, განიბასრება და უპასუხებს და მიუგებს რა ჰოიშიშის მომგვრელი მოსასმენი, მონისაგან სახეში დარტყმას სულ გრძელად იტანს და ეუბნება. უკვე თუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათვის, ხოლო უკვე თუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე. შემდეგ განიკითხება, მასხრა დაიგდება, დაიცინება, შეურაცხყოფილი იქნება, იყვედრება, ინერწყვება, დაიტანჯება, ჯვარზე გაიკვრება და როცა გაეკრა, მკვლელებზე ილოცებს. მამაო, მიუტევე ამათ ცოდვაი ესე, რამე თუ არა იციან რასა იქმან. შემდეგ ნახველის გემოს გასინჯავს, სიკვდილს იტვირთავს. და მოკლედ რომ თქვა ესენია მეუფის ვნებები, რომელიც ჩვენ გამოიტვირთა. ამას ვინც გააზრებით მოისმენს, არ განრისხდება, არც გასასტიკდება, არც გამძვინვარდება, არც გალაღდება, არც ძმაზე ამახდება, არც მოშურნე გახდება, არც დიდების მოყარე, არამედ დამდაბლდება, შეიმუსრება, საკუთარ თავს მიწად და ნაცრად მიიჩნევს, ქრისტეს ვნებებთან ზიარების მოსურნე გახდება და მის სიკვდილთან მიმსგავსებას იჩქარებს, რათა მისი აღდგომის დიდების თანაზიარიც გახდეს. თქვენც ნუ შეშინდებით, შვილებო, რადგან ზოგიერთ რამეს ეზიარეთ, ქრისტეს სამეუფო ვნებებს კი ეზიარებით, რადგან იხილეთ თუ სად ხართ, განა არა დევნაში და გადასახლებაში, მისი სიტყვისა და მცნების გამო. ან და განა ცოტა ხნის წინ ტყვეობით არ გამოიცადეთ და მისთვის ტანჯვით სისხლი არ დაღვარეთ. რამდენიმე ჩვენი ძმათაგანი ტანჯვაში მოწამეობრივადაც კი აღესრულა და უფლის წინაშე ამახდა. უფლის მიერ ჩვენი სიამაყე ამგვარია და მისი საფუძვარი ასეთია, მაგრამ ვინაიდან გარდაცვალებამდე ადამიანის ნეტარება მტკიცე არაა, ჩვენი სწრაფი ცვალებადობის, ადვილად მერყეობისა და არცოდნის გამო, იმისა თუ ხვალ რა გველოდება, გევედრებით, უფლის მიერ შეურყევლად და უცოდველად იდექით და სახარების რწმენას ერთი და იგივე გონებით თანამოღვაწენი გაუხდით. მოწინააღმდეგის მიერ თუნდაც ერთი რამითაც კი ნუ აღმოჩნდებით მონადირებულნი და ნურს დაბრკოლებას გამოვიწევთ რამით, არამედ როგორც ღვთისმსახურებმა, ყველაფერში მორჩილებით, სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელებითა და დიდი მოთმინებით წარმოვადგინოთ თავი, რადგან მოთმინება გვჭირდება და ძლიერი მოთმინება, რათა ღვთის აღთქმები მისი ნების აღსრულებით მივიღოთ. რამე თუ მცირე დღა და წუთერთ მომავალი კი მოვიდეს და არ აყოვნოს, ხოლო თუ კი მოვა და არ დააყოვნებს, რატომ გაგუწყინდება. განა ჩვენი მეუფის გამო მუდამ გაჭირვებაში სიკვდილი უფრო საჭიროდ არ მიგვაჩნია, რადგან დაწერილია. უკვე თუ მის თანა მოვწყდეთ, მის თანაცავს ხონდეთ, უკვე თუ დავითმინოთ, მის თანავს უფევდეთ, უკვე თუ უარ ვყვნეთ, მის თანა უარ მყვნეს ჩვენ, უკვე თუ ურწმუნო ვიქმნეთ, იგი სარწმუნოდ გიეს და უარყოფად თავისათვის ისა ვერ დალუც. როგორი სიხარული ექმნებათ წმინდანებს, როცა უფალს თავისი ძლიერებით ანგელოზებთან ერთად ზეციდან მომავალს იხილავენ, გამოუთქმელი სიხარულისკენ რომ მოუწოდებს მათ, გვირგვინოსნებს გახდის და მათთან ერთად იქნება უკუნითი უკუნისამდე. ან და სახარების ურჩებსა და მცნებათა უარმყოფილთ როგორი ტკივილი შეხვდებათ, რომელთაც წერილის მიხედვით სასჯელი მიეხადოს მომსვლელი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და პირისაგან დიდებისა ძლიერებისა მისისა. რაჟამს მოვიდეს დიდებად წმინდათა მისთა და საკვირველებად ყოველთა მორწმუნეთა. ეს განვიცალოთ ძმებო, გავიაზროთ, თავი ხორცისა და სულის ყოველგვარი შეგინებისაგან უფრო მეტად გამწმინდოთ და ღმერთის შიშით სიწმინდე ვიმოქმედოთ. უმჯობესის მოსურნენი და უსრულესისათვის მონდომებულნი ვიყოთ. განვეშორნეთ ბოროტსა და შევეყვენით კეთილსა, ძმათ მოყარებასა, სიყვარულსა, პატივსა, ერთი ერთსა უსწორობდით. სწრაფოსა ნუ მცონარე ვართ, სულისათვის მდუღარე ვიყვნეთ, უფალსა ხმონებდეთ, სასოებისა გვიხაროდეს, ჭირსა დაუთმობდეთ, ლოცვასა გაკრძალულ ვიყვნეთ, რათა ამგვარი გულმოდგინებით ეს მოახლოებული აღდგომა, აღსება ვიდღესასწაულოთ და მარადიულ სიკეთეთა სიხარულთან მიახლების ღირსნი აღმოჩნდეთ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე თანამამით და სულით წმინდით ვართ, აწნა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.